Приветствую вас всех любовью Иисуса Христа. მოგესალმებით ყველას ქრისტეს სიყვარულით. Для меня без преувеличения большое благословение быть сегодня на этом месте. ჩემთვის მართლად გაზვიადების გარშე ძალიან დიდი პატივია ყოფნა. Я очень дорожу отношениями с братом Виталиком, ძალიან ვაფასებ ძმა ვიტალისთან ურთიერთობას, как с человеком, с которым связывают, многолетние уже такие отношения дружеские. როგორც ადამიანთან, რომელთანაც მაკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა. Помимо него есть много людей здесь в церкви, даже сейчас я вижу знакомые лица, და მის გარდა კიდევ ეკლესიაში არის მრავალი ადამიანი და მე ვხედავ მათ სახეებს, которыми я тоже дорожу. რომლებიც ჩემთვის ძვირფასნი არიან. Знаете, я думал, о чем я буду говорить. მე ვფიქრობდი, რაზე ვისაუბრებდი. У меня есть хорошая проповедь на тему хождения, как заплатить цену, то есть научиться платить цену называется. მე მაქვს კარგი ასე იგი ქადაგება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს, როგორ ვისწავლოთ ფასის გადახდა გზის გავლისას. Но когда мы сегодня поговорили немножко с братом Виталиком, მაგრამ როდესაც ჩვენ დღეს ცოტა ვისაუბრეთ ძმა ვიტალისთან ერთად, я начал вспоминать, когда же я говорил эту проповедь здесь. ვიფიქრე, როდის ვამბობდი მე ამ ქადაგებას აქ. 16 лет мы уже как уехали. 16 წელია რაც ჩვენ უკვე აქედან გავემგზავრეთ. Плюс, наверное, еще год-два, пока мы были тут. კიდევ 1-2 წელის აქ რომ ვიყავით ის პერიოდი. Вы знаете, есть такое понятие, когда вот издают книгу, არის ასეთი გაგება, როდესაც წიგნს გამოსცემენ. потом вы, наверное, читали издание переизданное, და допустим, да? შემდეგ თქვენ ალბათ отредактированное ასე იგი что-то. წაგიკითხავთ, რომ წიგნი არის რედაქტირებული და Я думаю, ხელახლა если я повторю გამოცემული. эту проповедь, для многих будет интересно. და ვფიქრობ, რომ თუ მე გავიმეორებ ამ ქადაგებას, ბევრისთვის საინტერესო იქნება. Я назвал эту проповедь «Страдание праведного сердца». და მე ასეთი სახელწოდება უწოდე ამ ქადაგებას, მართალი გულის ტანჯვა. Эта проповедь не говорит о том, когда человек заслужил наказание в жизни. ეს წიგნი იმას კი არ გვეუბნება, რომ ადამიანმა დაიმსახურა ეს ტანჯვა. Реально бывает так. რეალურად ასე არის. И служители понимают, о чем я говорю და сейчас. მსახურები მათ ესმით რას საუბრობ ახლა რას Когда ты ვაპარაკობ. общаешься с человеком როდესაც ჩვენ გაქვს ურთიერთობა ადამიანთან и понимаешь, что причинно-следственная связь работает в его жизни. და შენ ხედავ რომ არის მიზეზები და არის ამის შედეგები და ეს კანონი И მოქმედებს то, что он сделал, და ის რაც მან გააკეთა реально пришло потому, что он что-то когда-то натворил. რეალურად იმიტომ მოხდა რომ ოდესღაც მან რაღაც ჩაიდინა, Но я говорю не об этом сегодня. მაგრამ დღეს მე ამაზე არ ვსაუბრობ И проповедь моя будет сегодня не об этом. და ჩემი ქადაგება ამაზე არ იქნება დღეს. Как уже анонсировал брат Виталий, როგორი ანონსიც გააკეთა ძმა ვიტალიმ დღეს, был период, когда после того, как я закончил теологический институт в 2005 году, იყო პერიოდი, როდესაც მე 2025-ში დავამთავრე თეოლოგიური ინსტიტუტი по работе я вынужден был приехать сюда, в Тбилиси. და სამსახურის გამო უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში. Мы приехали всей семьей მთელი ოჯახით ჩამოვედით и какой-то период здесь жили. და რაღაცა პერიოდი აქ ცხოვრობდით. Я помню даже момент, не знаю, Виталий, помнишь или нет, когда умер Давид с Хинвали, пастор. და ასე იგი ის პერიოდი იყო, როდესაც ცხინვალელი დავითი გარდაიცვალა. Я ездил туда, проводил собрание. მე იქ დავდიოდი და იქ ვატარებდი მსახურებებს Братья решили, Фейс, у тебя не грузинский. და ძმებმა მითხრეს, რომ ქართულს მანდა მაინც არ На გავხარო грузина ქართულს. ты не похож, проблем не будет с არ переходом ამიტომ границы. გზის ესე იგი რო გადახვიდე საზღვარი, პრობლემა არ გექნებაო. И я ездил длительное время, по воскресеньям проводил там собрание. და საკმაო პერიოდის განმავლობაში მე დავდიოდი და იქ ვატარებდი მსახურებებს И однажды, когда я возвращался назад, და ერთხელ როდესაც უკან ბრუნდებოდი, вот в эти двери, я их хорошо помню. აი ამ კარში, კარგად მახსოვს, Когда мы сегодня приехали на машине, здесь стали там на машине, როდესაც მანქანით მოვედი დღეს და იქ გავაჩერეთ, и Алена посмотрела на эту дверь, это моя супруга. ალონამ შეხედა ამ კარებს და ალონა ჩემი მეუღლეა, Помнишь эту дверь? გახსოვს ეს კარიო, Я говорю, как я забуду. როგორ დამავიწყდება?
Мальчик, ему 4 года на тот момент. იმ დროისათვის ჩვენი ბიჭი 4 წლის იყო, მეც მახსოვს. Он каким-то, не знаю, в кавычках, Арвици. чудом защемил палец. в არ двери. ვიცი, ეს იგი ბრჭყალებში სასწაულად რაღაცნაირად აი მრკინის კარში მოყვა თითები. Я могу ошибаться, но, по-моему, Катя, твой муж, да, повез его в больницу, что там швы даже наложили на руку. და ლოვამ წაიყვანა და ნაკერები დაადეს თითებზე. И в этот момент у него начали происходить абсансы. და сейчас ამ объясню, დროს что это такое. აბსენსი დაემართა ბავშვს. ეხლა ავხსნი რას ნიშნავს ეს? Это приступ эпилепсического характера. Лёгкий. ეპილეფსიის მსუბუქი შეტევები. Мы даже не поняли сразу. ჯერ უცბად ვერც მივხვდით. Ну, думали, солнечный удар какой-то ударил. там. ვიფიქრეთ რომ ზემ ჩაარტყაო თავში Ну, ასეთი რამე собрание, არის. дети бегают, там видно, может, солнечный удар. что-то სახურება იყო произошло. ბავშვები ეზოში დარბოდნენ. შეიძლება მზემ ჩაარტყა თავში დააცხუნა. Сейчас я сделаю маленькую остановку, я прошу прощения. ეხლა ცოტა გავჩერდები Я сейчас ბოდიშს გიხდით. объясню. То есть меня зовут Давид, я представлюсь. Я вечно забываю об этом. ბოდიშს გიხდით თავს Как წარგეთ уже მე сказал დავითი брат მქვია. Виталик, როგორც ძმა ვიტალი თქვა, мы уроженцы Батуми, в Грузии. ჩვენ საქართველოში ბათუმში ვართ დაბადებულები И из-за этой ситуации вынуждены были 16 лет назад переехать в Беларусь. და აი ამ სიტუაციის გამო 16 წლის წინ იძულებულები ვიყავით, გადავსახლებულიყავით ბელორუსიაში. Там мы лечили своего сына. იქ И ჩვენ лечим. მკურნალობდით და ეხლაც მკურნალობთ ჩვენ შვილს. Я несу служение диакона в церкви. მე მაქვს დიაკონის მსახურება ეკლესიაში. С недавнего времени меня поставили управлять инвалидами, служить инвалидам на Минске, на Минскую область. და ცოტა ხნის წინ მე დამაყენეს მსახურად რომ ვემსახურო მინსკის ოლქში ინვალიდებს. Это 146 церквей где-то приблизительно. და ეს გაერთიანება არის 146 ეკლესიებისა. Есть воцерковленные инвалиды, то есть которые ходят в церковь, არიან посещают. ისეთი ინვალიდები, რომლებიც ეკლესიაში დადიან И мы им служим, этим людям. და ჩვენ ამ ადამიანებს ვემსახურებით. Я думаю, понятно, вот что ж нас обо мне. Я возвращаюсь к проповеди. ეს რაც შემეხებოდა მე და ეხლა უბრუნდები ქადაგებას. Эти приступы, они начали учащаться, они начали усиляться. ეს შეტევები გახშირდა და ეს შეტევები გაძლიერდა. Я очень быстро бегу, потому что время коротко. ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ Дошло до 20 приступов и больше в день. და დღეში 20-ზე მეტი შეტევა იყო. Представьте такую картину. Ты встаешь утром на собрание. წარმოიდგინეთ, შენ დგები დილით ადრე, მსახურებაზე უნდა წახვიდე Милость Господня обновляется каждое утро, слава Богу. და ღმერთის წყალობა ყოველ დღე ახლდება დიდება ღმერთს. Ты собираешься на собрание, შენ უნდა წახვიდე მსახურებაზე. твой ребенок встал с кровати, შენი ბავშვი ადგა საწოლიდან он бежит к тебе через комнату. და მორბის შენთან მთელი ესე იგი ოთახის В გამორბის. этот момент его сваливает приступ. ამ დროს შეტევა ეწყება, И ты ეცემა подбегаешь, не знаешь, что делать, как помочь. და შენ მირბიხარ და არ იცი რა გაუკეთო. И ты понимаешь, что твой день, твоя жизнь, все твое испорчено, просто безнадежно. და შენ აცნობიერებ რომ შენი დღე, შენი ცხოვრება გაფუჭებული, ასე ვთქვათ, არ იცი რა ქნა. Я не знаю. არ ვიცი. Почему? რატომ? Знаете, задача моя сегодня не ответить вопросы, почему და это происходит в нашей жизни. ჩემი ამოცანა არ არის დღეს რომ პასუხი გავცე კითხვას რატომ. Я бы желал, может быть, как-то помочь каждому из нас посмотреть на эту ситуацию немножко под другим углом, с другой და стороны. მე მინდა რომ ყველა ჩვენთაგანს დავეხმარო რომ ცოტა სხვანაირად სხვა მხრიდან შევხედოთ ამ სიტუაციებს. Это архиважно. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Потому что от того, насколько правильно мы понимаем, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რამდენადაც სწორედ შევხედავთ ამას. правильно мы живем или неправильно. სწორად ვცხოვრობთ თუ არა. И тогда я открыл эту книгу. და მაშინ გადავშალე ეს წიგნი. Вы знаете, уже это было здесь, в Тбилиси. და ეს იყო აქ თბილისში. Врач посадил меня вот так вот, нас двоих, на скамейку. და ექიმმა მე და მეუღლე დაგვსვა სკამზე. Молодые люди, я хочу вам сказать следующее. ახალგაზრდებო, მინდა გითხრათ Я შემდეგი. вижу, что вы не хотите с этим смириться. მე გიყურებ და თქვენ ვხედავ რომ თქვენ არ გინდათ რომ ამას შეეგუოთ Вам неприятно, что я сейчас вам буду говорить. და თქვენთვის არ იქნება სასიამოვნო ის, რასაც გეტყვით, Но поймите, у ребенка эпилепсия. მაგრამ Точка. გაიგეთ რომ ბავშვს აქვს ეპილეფსია და მორჩა. Вы знаете,
много вещей происходило тогда, в то время, то, что мы неправильно понимали. ბევრი რამ ხდებოდა მაშინ ის, რასაც სწორად ვერ გებულობდით. Я забегу наперед немножко. Мы приехали в одну церковь. წინსრებით გეტყვით, რომ ერთ ეკლესიაში მივედით Пастор, зная нашу ситуацию, და ხუთესმა იცოდა ჩვენი მდგომარეობა, стоя за кафедрой, კათედრაზე თან мы ისგა, сидели в конце. ჩვენ ბოლოში виჯექით. Это не здесь, это было в Беларуси. აქ არ იყო, ეს იყო ბელორუსიაში. И он мне с кафедры, нам, родителям, говорит, у вас, говорит, одержимый ребенок. და კათედრიდან გვითხრა, რომ თქვენო შეპყრობილი ბიჭი ბავშვი ყავთო. Я прошу прощения, знаете, за что у Бога? Я очень с большой опасностью и с большим уважением отношусь к помазанию на служителя. და так научен. მე ისე ვარ ნასწავლი, რომ ძალიან ფრთხილად და პატივისცემით ვარ განწყობილი ცხებულების Но я მიმართ. подорвался в тот момент, просто მაგრამ იმ подскочил. მომენტში ავფეთქდი, წამოვხდი И სკამიდან при всем честном народе спрашиваю, და ყველას წინაშე ვკითხე მას. я прошу прощения, вам это Бог открыл? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ღმერთმა გაგიცხადათ ეს Он თქვენ. опустил голову მან თავი დახარა и больше слова не сказал. და სიტყვა აღარ უთქვამს. Я сел. მე დავჯექი. Я открываю эту книгу, მე გადავშალე ეს წიგნი. потому что, знаете, мы люди в меру иногда, а иногда даже не в меру логичные. იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ზომიერად და ხანდახან უზომოდაც ლოგიკურები ვართ. Мы должны четко понимать, что у нас происходит. ჩვენ კაფიოდ უნდა გვესმოდეს რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში. Мы за все привыкли платить в этом мире. ჩვენ ამ წუთისოფელში ყველაფრისთვის ფასს ვიხდით. И когда что-то происходит в нашей жизни, და როდესაც რაღაცა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, например, там огненное искушение, допустим. მაგალითად ცეცხლოვანი გამოცდა. Вот сегодня рассказывали эту историю про этого человека с этой вот то, что ногу отрезал себе. მაგალითად დღეს იყო აქ ნათქვამი, რომ ადამიანს ფეხი მოეჭრა. Вы понимаете, тут просто начинаешь думать, да, за что, да, такое сразу. Вот Да. первый вопрос возникает, почему? პირველი კითხვა ჩნდება, რატომ? Что ты сделал такое? ისეთი რა გააკეთე? Я не про него говорю, я про себя сейчас говорю. ეხლა იმაზე კი არა, საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. Я сказал, Господь, открой Нет, мне, нет. что я сделал. უფალო გამიცხადე რა გავაკეთე მე. Пожалуйста, если ты скажешь, я выйду на площадь, на перекрестке улицы, я буду кричать, я виноват. Прости меня, Господь. თუ შენ გამიცხადებ, მე გავალ მოედანზე და იქ ხმამაღლა ვიტყვი ამას. Когда касается дитя твоего, там амбиции уходят в сторону вообще. როდესაც საქმე შენ შვილს ეხება, იქ ამბიციები აღარ არის. Ты по-другому смотришь на жизнь вообще. შენ ცხოვრება სხვანაირად უყურებ Тебя нет для себя вообще от слова совсем. და შენთვის უკვე აღარ გაქვს სიტყვა. Вы знаете, когда сегодня Виталий говорил, что проповедь слышал, слава Богу, конечно, не хотелось бы, чтобы кто-то так узнавал эту книгу, конечно. და ვიტალი დღეს ლაპარაკობდა და როდესაც მან თქვა, რომ არ არის კარგი, როდესაც ადამიანი ასე გებულობს ამ წიგნს. Но пока я начал на нее проповедовать, на эту книгу, სანამ დავიწყებდი ამ წიგნიდან ქადაგებას, я прочитал очень много авторов, я прослушал проповедей много, я сам ее читал неоднократно. მე თვითონ ბევრი ქადაგება მომისმენია, ბევრი წიგნი წამკითხი ამ წიგნთან დაკავშირებით. Некоторые книги я только начинал это просто открывать и сразу закрывал, понимал там, простите, ересь просто. ზოგიერთ წიგნს რო გადავშლიდი, ისევე ხურავდი, იმიტომ რომ იმ წუთში ვხედავდი, რომ ეს სრულ სწავლება იყო. Я знаю одного автора, это белорусский автор, не буду фамилию называть, там их много, чтобы вы не гадали, но он прямо сказал, что Иов был виноват, и поэтому его это постигло. და ესე იგი ერთი ბელორუსიელი ავტორი იყო, მან დაწერა წიგნში, რომ იობი იყო დამნაშავე იყო და იმიტომ დაემართა ეს ყველაფერი. Но первое, что показал мне Бог в этой книге, მაგრამ პირველი რაც ღმერთმა დამანახა ამ წიგნში, сразу написано в первой главе, в первом же стихе. პირველი თავის პირველივე მუხში დაწერილია. Был человек в земле Уц, имя его Иов написано. იყო უცის მიწაზე ადამიანი, მისი სახელი იყო იობი. И был этот человек справедливый, непорочный, богобоязненный и удалялся от зла. და იყო ეს ადამიანი მართალი, ღვთისმოშიში და განდიდებული ბოროტებას. Скажите, хорошая характеристика? თქვით, კაი დახასიათებაა? Кто-нибудь может из нас ей похвастать? ვინმე შეუძლია ასეთი რამე Я не დაიკვეხნოს? хочу никого унизить. არავის დამცირება არ Пожалуйста, მინდა. услышьте, что я хочу сказать. გთხოვთ მოისმინოთ, რისი თქმაც მინდა Поймите, пожалуйста. და გააცნობიეროთ.
Здесь мы видим, что Иов не заслужил то, что с ним და происходило. აქ ჩვენ ხედავთ რომ იობს არ დაუმსახურებია ის რაც შემდეგ მას დაემართა. Я начал с того сегодня вот это слово, что я сказал, что иногда в нашей жизни происходят вещи, где мы их заслужили. და მე როდესაც ლაპარაკი დავიწყე მე ვთქვი რომ ჩვენ ცხოვრებაში ხანდახან ხდება ის რაც ჩვენ არ დაგვიმსახურებია და ხანდახან ესე იგი ჯერ იყო ნათქვამი რომ არის დავიმსახურეთ და იმიტომ მოხდა რაღაც ჩვენ ცხოვრებაში Но это не про Иова. მაგრამ ეს არ შეეხება იობს Он этого не заслужил. იობს ეს არ დაუმსახურებია Иов был праведным. იობი იყო მართალი 4 личности подтверждают это. და 4 პიროვნება ამოწმებდა Автор ამას этой книги в этом первом стихе. ამ წიგნის ავტორი პირველ მუხლში Бог, который отвечает дьяволу, помните? Да, Видел ли смерти- ты раба моего верного? რომელიც ეუბნებოდა ეშმაკსო ნახე ჩემი მონა იობი Дьявол говорит, слушай, разве даром он верный тебе? და ეშმაკი თვითონ ამბობს რომ ტყუილად ხომ არ არის შენი ერთგული Жена его говорит, долго ли ты будешь в своей непорочности стоять? Да. Похули Бога и умри. მისი ცოლიც კი ეუბნებ რომ შენი შენ სიმართლეზე რამდენი ხანი იდგებიო დაგმე ღმერთი და მოკვდიო Не всегда, пожалуйста, отметьте, это важно. Да и Не махнёры, всегда это все, что обычно. происходит в твоей жизни, виновником того ты являешься. ყველაფერი რაც შენ ცხოვრებაში ხდება ყველაფერში შენ არ ხარ დამნაშავე Есть Божья воля, которую мы сегодня не понимаем. არის ღმერთის ნება რომელიც ჩვენ დღეს არ გვესმის Но пройдет время, მაგრამ გავადრო ты получишь ответ. და შენ მიიღე პასუხს Знаете, что я понял однажды в своей жизни? იცით ერთხელ რა გავიგე ჩემს ცხოვრებაში Есть вопросы, არის Нашей საკითხები ჩვენ ცხოვრებაში ответы на которые мы не получим здесь. რომელზე პასუხსაც აქ დედამიწაზე ჩვენ არ Но მივიღებთ когда мы придем на небо, მაგრამ როდესაც ზეცაში მივალთ они потеряют свою актуальность. თავის აქტუალობას დაკარგავს ეს Там კითხვა другое измерение. იქ სხვა განზომილებაა Я приду туда и буду радоваться, слава Господу. მე იქ მივალ და გავიხარებ დიდება უფალს Мне даже, наверное, не захочется вспоминать, что было тут. აღარც მომინდება რაღაცის გახსენება Ну, прошли, საერთოდ слава Богу, прошли. გავიარეთ მადლობა ღმერთს გავიარეთ Знаете, однажды, ერთხელ сегодня, на сегодняшний день, наверное, уже 18 лет, наверное, как мы это несем. უკვე მე-18 წელია 18 წელია რაც ჩვენ ამას ვატარებთ И тот Давид, который вошел в эту историю, я про себя და говорю. ის დავითი ჩემ თავზე ვამბობ რომელიც შევიდა ამ ისტორიაში И Давид, который сегодня перед вами стоит. და ის დავითი რომელიც დღეს დგას თქვენს წინაშე Это два разных человека. ეს ორი სხვადასხვა ადამიანია Но прошло 18 лет. მაგრამ გავიდა 18 წელი Сколько еще пройдет, я не знаю. კიდევ რამდენი გავა არ ვიცი Как оно будет, я не знаю. როგორ იქნება ისაც არ ვიცი Второй момент, на что я обращаю в этой книге внимание, მეორე მომენტი რასაც ვაქცევ ყურადღებას ამ წიგში произошел на небе совет, я так назвал его. მე ასე დავარქვი რომ ზეცაში მოხდა ესე იგი საბჭო Вы знаете, произошел суд იყო სამსჯავრო над Иовом без Иова. იობზე იობის გარეშე Кто-нибудь позвал его туда, скажите? ვინმე დაუძახა იქ Знаете, что интересно? იცით რა არის საინტერესო Просто так в твоей жизни ничего произойти не может вообще. უბრალოდ ჩვენ ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ ხდება Происходит решение там, на небе, с первого. ზეცაში ჯერ არის გადაწყვეტილება შენ შესახებ Потом приходит в твою жизнь. შემდეგ მოდის შენ ცხოვრებაში Когда я говорю об этом, я говорю следующее, что он говорит дьяволу, Бог, და როდესაც მე ამაზე ვლაპარაკობ ღმერთი ეუბნება ეშმაკს иди, говорит, только душу его сбереги. წადი და მხოლოდ მის სიცოცხლეს არ შეეხო Здесь я вижу следующий важный момент. აქ მე ვხედავ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხს У дьявола в твоей жизни ეშმაკ შენ ცხოვრებაში ограничены действия. შეზღუდული მოქმედება აქვს То есть лежат границы, за которые он выйти не может. მას აქვს საზღვრები რომელსაც ის ვერ Это გასცდება важный момент. Мы частично, если были внимательны, сегодня слышали об этом. და ესე იგი ჩვენ თუ ყურადღებიანები ვიყავით ჩვენ ამაზე უკვე მოვისმინეთ დღეს Бог не даст тебе больше, чем ты можешь перенести. ღმერთი არ დაუშვებს იმას რისი გადატანა ჩვენ არ Бог შეგიძლია контролирует этот процесс. ღმერთი აკონტროლებს მთლიანად პროცესს Знаете, я когда слушал сегодня брата Виталика, который говорил о вере
и доверии, როდესაც დღეს ძმა ვიტალი ერწმენაზე და ნდობაზე საუბრობდა, я вспомнил местописание. გამახსენდა ადგილი И წერილიდან. поверил Авраам Богу, и Бог вменил ему это в праведность. Помните, да, это местописание? ერწმუნა ღმერთს აბრაამი და ეს ჩაითვალა მას Один из სიმართლე. современных переводов говорит следующее, или на языке оригинала звучит очень интересно. და ერთ-ერთი თარგმანი, ესე იგი თანამედროვე თარგმანი ასე ჟღერს და ასეც ორიგინალიდანაც ასეა. И доверился და Авраам Богу. მიენდო აბრაამი И ღმერთს. Бог засчитал ему в праведность. და ეს მინდობა, ნდობა ღმერთმა ჩაუთვალა მას სიმართლედ. Наша задача в этой ситуации довериться Богу. და ჩვენი ამოცანა ასეთ სიტუაციაში რომ ღმერთს ვენდოთ, Это нелегко. ეს არ არის იოლი. Я понимаю, это нелегко. მესმის რომ ეს იოლი არ არის. Это очень и очень тяжело. ეს ძალიან მძიმეა. Но тяжело не значит невозможно. მაგრამ მძიმეა არ ნიშნავს რომ ეს შეუძლებელია. И Бог с нами. და ღმერთი არის ჩვენთან. Его милость, Его любовь над нами. მისი სიყვარული, მისი წყალობაა ჩვენზე. Мы Его дети. ჩვენ მისი შვილები ვართ. Он знает наши силы. მან იცის ჩვენი ძალა. Он знает наш ресурс, диапазон მან наших იცის сил. ჩვენი რესურსები და ჩვენი შესაძლებლობების დიაპაზონი. У меня есть отдельная проповедь. მე მაქვს ცალკე ქადაგება. Она уже родилась намного позже. ბევრად უფრო შემდგომ დაიბადა, ასე ვთქვათ, იყო ეს Называется ქადაგება. «Четыре реакции Иова». და რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს, იობის 4 რეაქცია. Это отдельная проповедь, только она на час отдельно вообще. და ეს მარტო ეს ქადაგება 1 საათიანია. И вот первая его реакция და პირველი მისი რეაქცია «Да будет имя Бога благословенно». კურთხეული იყოს ღმერთის სახელი. Бог дал, Бог взял. ღმერთმა მომცა, ღმერთმა წაიღო. И автор пишет, и во всем этом не согрешил Иов устами своими. Слава და Господу. ავტორი წერს, რომ ყველაფერ ამაში თავისი ბაგეებით იობმა არ შესწოდა. Он отвечает жене, და ის პასუხობს ცოლს. ты говоришь, как одна из безумнейших. შენ ლაპარაკობ როგორც ერთ-ერთი უგუნური. Разве доброе мы можем принимать от Бога, а злого не можем? ნუ თუ უფლისაგან კეთილის მიღება შეგვიძლია და ბოროტისა არა. Сегодня ходит миф такой, ходил во всяком случае. დღეს Христианство. და საერთოდაც ყოველ შემთხვევაში დადიოდა ასეთი მითი ქრისტიანობაში. Ты пришел к Богу, შენ მოხვედი ღმერთთან и с тобой ничего происходить не может. და შენ ცუდი арაფერი დაგემართება. Ты как в домике вот такой, თითქოს защищен. და ასე დაცულ სახლში ხარ. Это не так. ეს ასე არ არის. Вот это место Писания, которое წმინდა сказал, წერილის ეს ადგილი оно открывает и говорит, ჩვენ გვიცხადებს, с нами могут происходить რომ ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს огненные искушения. ცეცხლოვანი განსაცდელი Мы не понимаем этих вещей და иногда. ჩვენ ხანდახან არ გვესმის. Это написано в конце 2 главы. ეს არის დაწერილი მეორე თავის ბოლოს. Когда он говорит, Бог дал, Бог взял. როდესაც ის ამბობს ღმერთმა მომცა და ღმერთმა Проходит აიღო. 4 стиха в конце 2 главы, и начинается 3 глава. გადის 4 მუხლი და იწყება მესამე თავი. И вот здесь, знаете, что-то такая резкая, кардинальная перемена происходит с Иовом. და აქ იობს რაღაცა კორდინალური ძალიან ისეთი ცვლილება აქვს იობს. И написано, и открыл Иов уста свои, и проклял день свой. და დაწერილია რომ და гахсна იობმა თავისი ბაგები და დაწყევლა თავისი დაბადების დღე. Откуда такая перемена разительная? საიდან ასეთი დიდი ცვლილება? Что с ним произошло с этим რა человеком? დაემართა ამ ადამიანს? Вы знаете, когда ты понимаешь, что ты попал, როდესაც შენ აცნობიერებ რომ შენ ასე ვთქვათ რაღაცაში ხარ и ты попал надолго, და დიდხანს მოხვდი ასეთ სიტუაციაში и неизвестно, чем все это და закончится, არ იცი როდის და რით დამთავრდება ეს ყველაფერი, тогда все, что есть скрытое в тебе, მაშინ ყველაფერი რაც შენში არის დაფარული оно начинает фонтанировать с тебя. შენგან გამოდის. Простой пример. უბრალო მაგალითი, Еду на машине. მანქანით მივდივარ, Я ехал сюда, это года 2 назад было. აქეთ მოვდიოდი 2 წლის წინ. И вдруг женщина вылетает передо мной с белыми волосами на машине. В общем. და უცბად ქალი გამოვარდა თეთრი Я თმებით резко по тормозам и понимаю, тормозов нет, трубку вырывает. сзади. და უცბად კიდავაჭერი, ესე იგი, მუხრუჩს, მაგრამ Я не გაფუჭებული знаю, იყო და каким чудом, первой скоростью, второй, ручником, я не знаю, там,
как-то я буквально вот остановил там нескольких вот так. ესე იგი გაუფუჭდა მუხრუჭები, მაგრამ პირველი მეორე სიჩქარები რაღაცნაირად გააჩერა. И вы знаете, ну, Бог меня миловал. У меня целый зоопарк подошел к рту, понимаете? ღმერთმა შემიწყალა და ჩემს ბაგეებთან, ასე ვთქვათ, Я объехал ее вот так вперед, аккуратненько встал в машину. მე მას შემოუარე წინ და უდექი მანქანით. Я забыл вообще, что я христианин уже много лет вообще. საერთოდ დამავიწყდა რომ მრავალი წელია ქრისტიანი ვარ. Опускаю зеркало. ჩამოვწიე ფანჯარა Думаю, я тебя сейчас жизни научу, девочка. და ვიფიქრე, აი ახლა ცხოვრებას გასწავლი И в გოგო. этот момент вижу, как рядом сидит ее муж. და ამ დროს ვხედავ რომ მის გვერდით ზის И все, что я хотел ей ქმარი. выдать, он уже и сам выдает, в общем. და ვხედავ რომ ის რისი თქმაც მე მინდოდა ქმარმა უთხრა საჭეშთან ჯდომ ცოლს ყველაფერი. Мне так жалко стало, я поднимаю стекло и тихо поехал. Думаю, ладно, Господи, прости и меня, и ее, и всех нас. შემეწოდა და ვთქვი ღმერთო მეც მაპატიე, იმასაც აპატიე და წავედი. Разговор о том, ლაპარაკი იმაზე, აი მის შესახებ. когда, знаете, ты проходишь вот эту вот долину тени смертной, როდესაც აი ამ შავეთის ველზე გადიხარ, начинает все это открываться в тебе. შენში აი ეს ამოდის შენიდან Это тяжело, და რთულია, это сложно, რთულია, но Бог благословляет. მაგრამ ღმერთი გვაკურთხებს. Невозможно, говоря об этой книге, не сказать об этих 3 уникальных друзьях. და შეუძლებელია ამ წიგნზე ილაპარაკო და ამ სამ უნიკალურ მეგობარზე არ თქვა. Первое, на что я хочу обратить внимание, вот на этих 3 друзей его. პირველი რაზეც მინდა გამამახვილო თქვენი ყურადღება, Я ეს всегда არის სამი задаю вопрос, მეგობარი. скажите, любили они его или нет? და ასეთი კითხვა, იმ მეგობრებს იობი უყვარდათ? Я думаю, любили. ვფიქრობ რომ უყვარდათ. Покажите мне человека, хоть одного, ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, который, видя трудность своего брата, друга, товарища, რომელიც ხედავს თავისი მეგობრის ძმის სირთულეს. порвет на себе костюм от Versace там за 5000 евро, к примеру, ვერსაჩის კოსტუმს შემოიხებს 5000 посыпет რომლის. себя пеплом сверху ნაცარსაც დაიყრის и хотя бы полчаса посидит спокойно, вот просто და руки на ნახევარი устах. საათი მაინც გაჩუმებული იჯდება. Знаете, что интересно? იცით რა არის საინტერესო? Однажды мы ходили в приют, когда я только переехал в Грузию, ერთხელაც в Беларусь, პრიუტ eta где пожилые люди сидят. მოხუცებულთა თავშესაფარში ვიყავით. И вот мы заходим в палату, შევდივართ პალატაში. я беру стул, сажусь, там 4 койки, ავიღე სკამი, 4 საწოლი იყო და დავჯექი. и пытаюсь женщине, которая там лежит, ну, пожилой, что-то начинать говорить და о Боге. ვცდილობ რომ ხან შეზულ ქალს ღმერთზე დაველაპარაკო. Ты, наверное, эту бутылку здесь оставил, а то долго ходить придется. Спасибо. И в этот момент я чувствую внутри, как Бог в духе меня останавливает, и мысль четко, ясно понимает Бога, послушай эту женщину. და ამ დროს ესე იგი ღმერთი მე მაჩერებს და მეუბნება ესეთი აზრი მოდის რომ მოусმინე ამ ქალს. Я знаю, как говорит Бог. მე ვიცი როგორც ლაპარაკობს Я ღმერთი. испугался. მე შემეშინდა Я понял, Бог какое-то откровение сейчас мне даст. და мივხვდი რომ ღმერთი გამოცხადებას И я начал მომწერდა ее внимательно слушать. და ყურადღებით უსმენდი ამ ქალს. Разговор ее был приблизительно, знаете, на что похож? Кто постарше поймет эту поговорку? В огороде бузина, в Киеве дядя, в общем. Никакой логики. და ეს Полная логичность. ქალი ისე ლაპარაკობდა რომ არაფერი ლოგიკური არ იყო მის სიტყვებში. Я пытаюсь опять что-то сказать, и Бог внутри меня, ну я ж тебя попросил, дорогой, послушай. Думаю, наверное, я плохо слушаю. და მე ესე იგი კიდე შევეცადე რაღაცა ამეხსნა ამ ქალისთვის და ისევ გავიგონე ღმერთის ხმა რომ მე ხომ გთხოვე მეგობარო რომ კარგად მოусმინო. Она рассказывает, забор покосился, хата без пригляду, козы недоенные, уже стекла выбиты в хате. ლაპარაკობს იმაზე რომ ღობე გადაენგრა, თხები მოსაწველია, სახლიც Я не შესარემონტებელია. могу понять, что происходит. არ მესმის რა ხდება. 45 минут я ее услышал, раз 5 меня Бог остановил, я уже бегу. 45 წუთი უსმენდი ამ ქალს და 5 ჯერ შემაჩერა Я понимаю, по времени уже уходить надо, потому что надо еще палаты проходить. და მე იმასაც გებულობ ვფიქრობ რომ კიდე სხვა პალატებში ვარ შესასვლელი უნდა ავდგე და წავიდე. Уже те люди, которые со мной пришли, прошли свои палаты, мои проходят уже, а я все сижу, слушаю, жду откровения. Да? ის ხალხი ვინც ჩემთან ერთად მოვიდა იმათ თავიანთი პალატები უკვე შემოიარეს და უკვე ჩემი პალატები შემოიარეს და Я говорю, მოვიდნენ. уважаемая, я помолюсь, если можно, за вас, и мне уже надо идти. ვეუბნები ამ ქალს რომ პატივცემულო თქვენთვის ვილოცებ და უკვე წასასვლელი ვარ უნდა Да, წავიდე. говорит, пожалуйста, помолитесь. კი ილოცეთ.
Я помолился, ვილოცე, уходить уже. უკვე უნდა Она меня წამოვიდე, за рукав хватает. ხელში ხელი მომკიდა. Сынок, я тебе еще что-то сказать хочу. Не იცი сказать, сказать. Ну, по-белорусски. რაღაცა უნდა გითხრაო. Бог говорит, вот ты не послушный. А сейчас послушай, что она скажет. Вот сейчас послушай. და ღმერთმა მითხრა, ახლა მოусმინე რას გეტყვის. Знаете, говорит, я прожила такую долгую жизнь. ისეთი დიდხანს ვიცოცხლე მე, Я такого ვიცხოვრე. собеседника, как вы, в жизни не встречала. ბოდიში. Собеседника в жизни не და встречала. შენაირი მოსაუბრეო მე არ შემხვედრიაო. Я такой собеседник, что даже на молитву зажал слова. 10 слов сказал с молитвой вместе. და რამდენიმე ისეთი მოსაუბრე ვიყავი, რომ ესე იგი, სულ 10 სიტყვაში ჩავატიე მთელი ლოცვა. Все, что надо было ей, ყველაფერი რაც მას სჭირდებოდა, свободный уж. თავისუფალი ყურები. Ей надо было свое сердце излить. მას სჭირდებოდა რომ თავისი გული გადმოეღვარა. Я еду на машине, მანქანით მივდიოდი, и мне звонит друг. მეგობარი მირეკავს, Хороший мой друг. კარგი მეგობარი. Я знаю, почему это с твоим сыном произошло. მე ვიცი რატომ დაემართა ეს შენ შვილს. Вот есть человек, არის ადამიანი, у него эпилепсия. მას აქვს ეპილეფსია. Ты его года 3 назад обидел. შენ 3 წლის წინ აწყენინე მას. И вот он сейчас говорит, помнит это, он больно ему. ეხლა დღემდე ახსოვს და მას И ტკივა Бог ეს тебе из-за этого допустил. და ამის გამო ღმერთმა ეს დაუშვა შენ ცხოვრებაში. Я, знаете, он мне говорит, ის მე მეუბნება, хороший мой друг. ჩემი კარგი მეგობარი, И у меня просто идут слезы. მე უბრალოდ ცრემლები მომდის. Тот, от которого я ждал поддержки. ვისგანაც მე ესე იგი დახმარებას, მხარდაჭერას მოველოდი. Вы знаете, меня всегда удивляло российское правосудие. ყოველთვის მაკურვებდა რუსეთის მართლმსაჯულება. Человек поднял с тайги, в тайге, в общем, убежал с тюрьмы. ადამიანი ციხიდან გაიქცა ტაიგაში, За ним погнались, его ранили. გამოიკიდნენ Когда დაჭრეს, როდესაც Этот человек был დაეწივნენ. приговорен к смерти, ему было Да. терять нечего. ამ ადამიანს დასაკარგი არაფერი არ ჰქონდა, სიკვდილი ჰქონდა. Его раненого привезли опять в эту тюрьму. და დაჭრილი ისევ ციხეში დააბრუნეს, Вылечили, а потом расстреляли. ჯერ მოარჩინეს და მერე დახვრიტეს. Уже бы оставили бы там, один дали бы патроны, что и оставили бы там. Зачем мучать человека? იქვე ესრულად ადამიანისთვის რაღაც აწოლეს ამდენი. Когда человека привозят в больницу, როდესაც ადამიანი მიყავთ который попал в საავადმყოფოში, аварию, რომელიც მოყვა ავარიაში и по вине которого, может быть, сейчас погибло несколько человек, და რომლის ესე იგი გამოს რამდენიმე ადამიანი მოკვდა и он сам переломанный сейчас, და თვითონაც უკვე ესე იგი გადატეხილი აქვს ძვლები, его нравоучением никто не занимается, понимаете, да? მის შეგონებით არავინ არ არის Его დაკავებული. лечат, его обезболивают, может быть, потом будет суд и даже расстрел, но когда он сам переломанный, его никто не обличает. როდესაც უკვე ესე იგი თვითონ არის ავად ასეთი დამტრეული ძვლებით არავინ არ ასწავლის ჭკუას, ჯერ რაღაცას გაუყუჩებენ, უმკურნალებენ, გამოაჯამრთელებენ და მერე იქნება ეს სასამართლო. Почему я так много на этом заострил внимание? რატომ ესე იგი ვამახვილებ ამაზე Это ყურადღებას? важно, друзья мои. ჩემო მეგობრებო, ეს მნიშვნელოვანია. Приходит Нафан, приходит к Давиду. მოდის ნათანი დავითთან И, придавая притчу и ход, обличает его. და იგავით ამხელს Помните, да, მას. овечка ხომ была там, გახსოვთ? бедный, там, богатый человек. იყო მდიდარი კაცი, ღარიბი კაცი და ერთი ცხარი ყავდა. Давид слушает эту историю. დავითი ამას ისმენს У него поднимается справедливый гнев. და სამართლიანი რისხვა ამოდის И он მაშინ выносит суд и говорит, смерти достоин этот და человек. დავითი ამბობს ეს ადამიანი სიკვდილის ღირსია 4 раза, говорит, должен воздать. და 4 მაგად უნდა აუნაზღაუროს. Пройдет немного времени и умрет этот ребенок, который родился от Версавии. Помните, да? და გადის ცოტა დრო და კვდება ვერსავია ბავშვი რო გააჩინა Пройдет немного времени, первенец Амнон, сделает насилие в Самаре, умрет от рук Авесолома. და გადის დრო და ესე იგი ამნონი რომელმაც თავის დაზე იძალა და თავისი მეორე ძმის აბესალომის ხელით კვდება. Немного времени Авесолом будет убит, запутавшись в волосах. Помните? ცოტა ხნის შემდეგ გადის დრო და აბესალომი თმებით გაიხლართება И ხელში და уже в ისა конце კვდება. жизни Давида умрет Адония. და ესე იგი კიდევ გარკვეული წლების შემდეგ ადონიაც კვდება მისი ძე. Когда ты выносишь в суд жизнь другого человека, не зная истины, როდესაც ჭეშმარიტება არიცი და ესე იგი მსჯავრს დაძდებ ადამიანს და გაასამართლებ და სამსჯავროს გამოუტან,
Фактически ты выносишь приговор себе. საკუთარ თავს გამოუტან აი ამ განაჩენს. Это первый момент. Второй момент. Зачем тебе надо было 3 года ждать, чтобы потом мне сказать, простите, или у Бога склероз там на небесах вспомнил, через 3 года, давай Давида накажу сейчас. და კიდევ ერთი რაღაცა, რატომ იყო ესეთი რაღაცა, რომ 3 წელი გავიდა, თითქოს და ღმერთს სკლეროზი ჰქონდა და მერე დასაჯა. Я расскажу юморную историю. Ну, Алена, извини, ну просто сейчас нет, все в порядке. В общем, в нашей жизни было так вначале. ჩვენ ცხოვრებაში დასაწყისში იყო ასე, ახლა Как რა. всех, Бог и нас учил тоже. როგორც ყველას ღმერთი ჩვენს გვასწავლიდა. Ну, я что-то накосячил, она молчит. რაღაცა გავაფუჭე, ის ჩუმად Я არის. еще что-то сделал, она опять молчит. რაღაცა კიდე გავაფუჭე, ისაც კიდე Думаю, ჩუმად или я არის. духовный стал, или она духовная стала. ფიქრობ, ან მე გავხდი сулиერი, ან ის გახდა сулиერი. Оказывается, она набирала по одному патрону, это обоим потиху. თურმე ესე იგი ტყვია აგროვებდა Потом передернула и как выдала мне 30 და патронов. მე ერთჯერადად გამოუშვა ყველა ტყვია. Я говорю, слушай, если я такой плохой, зачем так собирать? Скажи раньше, да, я буду исправляться. და ჯობდა თავის დროზე თითო ეთქვა. Я думаю, у каждого из нас что-то такие истории есть. ფიქრობ, Да, у რომ всех, да. ესე იგი Поэтому ყველას აქვს ასეთი Мы შემთხვევები учимся на этих вещах. და ჩვენ ვსწავლობთ. Поэтому пусть Бог благословит нас. ამიტომ ღმერთმა გვაკურთხოს. Знаете, когда еще говорят друзья Иова, знаете, Бог в конце выносит суд и говорит, და როდესაც იობის მეგობრებზე არის ლაპარაკი, ღმერთი ესე იგი სასამართლოს აწყობს მათთვის და ღმერთი ამბობს. пойдите к Иову, пусть он принесет жертву за вас. წადით იობთან და თქვენს გამო მოიტაროს მსხვერპლი. Об этом мы в конце скажем, но там мне другой вопрос возникает. Откуда ты знал, Господь, верно они говорили или неверно говорили? და მაგრამ მე ამაზე კიდევ ვიტყვი და ახლა კი იმას ვიტყვი, რომ ღმერთო, საიდან იცოდი შენ, რომ ასე სწორად ლაპარაკობდნენ თუ არა? Я думаю, незримым образом он был там и наблюдал за их реакцией. მე И то, о чем они говорят. ვფიქრობ, რომ ღმერთი ესე იგი უხილავი კი იყო მათთვის, მაგრამ ყველაფერს ისმენდა და ყველაფერს Бог ხედავდა. наблюдает за тобой в трудности. ღმერთი თვალს გადევნებს შენს გასაჭირში. И он смотрит, как ты реагируешь на эту трудность. და იმასაც უყურებს, როგორი რეაგირება გაქვს ამ სირთულეზე. Для него это очень важно. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Потому что ты его. იმიტომ რომ შენ მისი ხარ. Третья реакция Иова. იობის месаме реакция. Аккурат в середине главы написано в 19 главе. მე-19 თავში წერია. Он говорит следующее. შემდეგს А ამბობს. я знаю, Искупитель мой жив. მე კი ვიცი რომ ჩემი გამომსყიდველი И он в თვალია последний день восставит распадающую мою кожу эту. და ის ბოლო დღეს აღადგენს ჩემს ესე იგი გახსნილ სხეულს. И я глазами моей узрю და Бога. მე ჩემი თვალებით ვიხილავ უფალს. Не глаза другого, мои глаза увидят Бога. სხვისი თვალები კი არა, ჩემი თვალები იხილავენ ღმერთს. Что это такое? რა არის ეს? Я назвал это, знаете, как это крик просто в никуда. და მე ამას უბრალოდ დავარქვი ძახილი В никуда. ამოძახილი, გულის ამოძახილი Я прихожу в собрание, мои на улице в этот момент. მოვდივარ მე მსახურებაზე, ჩემები გარეთ არიან, Я дома, მე სახლში ვარ, я сижу на кровати, ვზივარ საწოლზე и вдруг понимаю, Бог говорит, прославь меня. და მესმის უფალი მეუბნება განმადიდე. У меня сразу, знаете, ну, за что тебя славить, Господь? ღმერთო როგორ განგადიდო? За что мне тебя славить? რისთვის უნდა За განგადიდო? больного ребенка? ავადმყოფი შვილისთვის? За что? За то, что я тебе, так сказать, верой и правдой, а ты на, იმისთვის რომ получи. მე ერთგულად გემსახურებოდი და აი ეს მივიღეთ. Я всегда в этот момент, знаете, что говорю? Спасибо Богу, что Бог на глупые вопросы не отвечает. და ამ დროს ვამბობ И на ხოლმე глупые ответы не реагирует. მადლობა ღმერთს რომ სულელურ კითხვებს პასუხს არ ასცემს და რეაგირება არ აქვს. Я опять услышал в себе. და კიდევ გავიგონე ჩემში. Давид, прославь меня просто. დავით განმადიდე. Я закрываю уста მე თვალებს ხუჭავ и говорю, Господь, და ვამბობ უფალო, если ты так хочешь, თუ შენ ასე გინდა, слава тебе. განგადიდებ. И вдруг в этот момент და ამ დროს я понимаю, что-то начинает происходить. მე ვგრძნობ რომ რაღაც ხდება Я уже просто, знаете, Господь, слава тебе. და უკვე შიგნიდან უფალო დიდება შენ, Господь, слава тебе. უფალო დიდება შენ, Господь, слава тебе. უფალო დიდება შენ. Знаете, чем закончилось?
იცით რითი Я лежал დასრულდა? на полу вот так лицом в пол. სახით იატაკზე Я просто ვიყავი кричал и და славил Бога. ესე იგი შეძახილით ვადიდებდი ღმერთს. Я настолько мощное присутствие пережил Бога. იმდენად ძლიერი უფლისთან Никогда не было такого ни до, ни после. არც იქამდე, არც მას შემდეგ არ ყოფილა ასეთი ძლიერი უფლისთან Я понял, დასწრება. что это не просто песни, что мы поем. და მე მივხვდი, ეს არ იყო უბრალოდ სიმღერები, Я რომელსაც понял, что ვეროდით. Бог живет в славословии своего народа. და ღმერთი მართლაც ცხოვრობს თავისი ერის Это хороший инструмент, который порой у нас остается от слова совсем не использованный просто. და ეს არის კარგი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ხშირად საერთოდ არ ვიყენებთ. Попробуй славить Бога, когда тебе непонятно и когда тебе трудно. როდესაც გიჭირს და როდესაც არ გესმის არაფერი, სადე და განადიდე Когда უფალი. тебе больно, когда ты не понимаешь ничего როდესაც вообще. ива, ვერაფერს ვერ გებულობ. Просто кричи в небо и скажи: Господь, слава тебе, Иисус. შეზახე ზეცას უთხარი დიდება შენი იესო. Я не понимаю, Господь, но я славлю тебя, არ Господь. მესმის ღმერთო, Ты მაგრამ мой Бог, аллилуйя. შენგან გადიდებ, შენ ხარ ჩემი ღმერთი. И вот Бог отвечает Иову из бури. და აი ქარიშხლიდან პასუხობს Мы იობს ღმერთი. приближаемся к концу уже. Конечно, я много сократил. რა თქმა უნდა ძალიან შევამოკლე და უკვე ბოლოსკენ Бог მივდივარ. отвечает Иову из бури. ქარბუქიდან ესე იგი პასუხობს ღმერთი იობს. Знаете, я так, знаете, нервно читаю до этого момента. იქამდე ასე ვკითხულობდი დაძაბული. Я вижу в уме Иова, сидящего в этом ხედავ пепле. იობს, რომელიც აი ამ ფერფლში ზის И вдруг Бог начинает ему говорить. და უცბად ღმერთი იწყებს მასთან საუბარს. Знаете, что я жду в этот момент? და ამ დროს იცით რას ველოდები? Иов, я исцелю тебя. იობ შენ განგკურნავ, Я верну тебе всех детей. ყველა შულს დაგიბრუნებ. Я в 2 раза умножу все потерянное богатство, что и произошло в конце. ასე იგი გაგიმრავლებ იმ სიმდიდრეს, რაც დაკარგე. Я залечу все твои раны. ყველა შენ სჭრილობას განგკურნავ. У тебя будет все хорошо. შენ ყველაფერი კარგად გექნება. Вот что я ждал. აი რას ველოდებოდი. Знаете, что я читаю? იცით რას ვკითხულობ? Видел ли ты, как я положил предел морю? ნახე როგორ დაუდე საზღვარი ზღვას. Ну, я родился на море, допустим, могу представить себе эту картину. მე ზღვასთან დავიბადე და შემიძლია ეს სურათი წარმოვიდგინო. Дальше процесс усложняется. შემდეგ პროცესი უფრო რთულდება. Видел ли ты, как я держу 4 ветра в руке своей? თუ გინახავს როგორ მიჭირავს 4 ქარი ჩემს ხელში. Видел ли ты, как рожает лань? Я бы, наверное, упал там рядом, если бы видел. და თუ გინახავს როგორ Для меня эти партнерские роды до сих пор загадка. Я не осуждаю, но я далек от этих вещей. და ესე იგი ჩემთვის ძალიან უცნაურია. Я не могу понять, что Бог хочет в этот момент. და ამ დროს არ მესმის რა უნდა ღმერთს. Почему тогда, когда человеку плохо в этот момент, ему больно, он говорит совсем о других вещах, не касаемо его лично? როდესაც ადამიანს ასე უჭირს, რატომ ლაპარაკობს სრულიად სხვა თემაზე, სრულიად სხვა რაღაცაზე ღმერთი? Мы, люди, в силу своей природы, ჩვენ ადამიანები ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე бываем эгоцентричны. Услышьте внимательно. ეგოცენტრირებულები ვართ. И когда нам больно, და როდესაც ჩვენ мы не გვтыვა, видим никого и не видим ничего вокруг себя. არავის არ ვხედავთ და არაფერს არ ვხედავთ გარშემო. Вы часто слышали, может быть, ну, слушателя точно знаю, слышали. Вы меня не понимаете. და Знакомая ხშირად фраза, да? მოგისმენიათ ასეთი რაღაცა, რომ შენ არ გესმის ჩემი, Вы меня не слышите. არ გესმით, არ Вы меня მიცნობთ, не знаете. არ მიცნობთ. Если бы вы знали, что я сейчас прохожу. თქვენ რომ იცოდეთ რაში გავდივარ И что делает Бог в этот момент? და რას აკეთებს ამ დროს ღმერთი. Он отрывает его взгляд от его этих болячек. Написано, он сидел, шкребал себя этой черепицей. და ის იობს ასე ვთქვათ ცდილობს რომ იობმა თვალი მოაცილოს თავის ტკივილს. Он отрывает его взгляд и говорит: Иов, посмотри, какой великий Бог у тебя. და ეუბნება იობ შეხედე რა დიადი ღმერთი ყავს. Посмотри, какой всемогущий Бог, для которого нет ничего невозможного. შეხედე Слава Богу. როგორი ღმერთი ყავს რომლისთვისაც შეუძლებელია არაფერია დიდება უფალს. Для него нет ничего невозможного. მისთვის შეუძლებელი არაფერია. Вы понимаете, просто представьте, какой великий Бог. Мы его иногда настолько принижаем. ხანდახან ჩვენ ისე ვაკნინებთ ღმერთს. И уже когда ты в призме его величия,
და როდესაც მისი დიდების ხედვით призме его всемогущества смотришь на свою проблему, ყოვლის შემძლეობიდან ესე იგი ხედა უყურებ შენს პრობლემას она теряет свою актуальность. ეს პრობლემა აქტუალობას კარგავს Бог дает тебе силы перенести это. ღმერთი შენ გაძლევს ძალას ეს გადაიტანო Ты становишься другим человеком. შენ სხვა ადამიანი ხდები Знаете, когда я вижу инвалида там, როდესაც მე ვხედავ ინვალიდს я не просто вижу человека с ограниченными მე возможностями. უბრალოდ ადამიანს კი არ ვხედავ რომელიც შეზღუდულია თავის მოქმედებაში Я вижу бессонные ночи. მე ვხედავ უძილო ღამეებს Я вижу очереди в поликлиниках. და პოლიკლინიკებში რიგს Я вижу искание денег на таблетки, на все остальное. და ვხედავ იმას რომ როგორ ეძებენ ისინი წამლის ფულს Почему я это вижу? რატომ ხედავ ამას Потому что я сам это прошел. იმიტომ რომ მე თვითონ გავიარე ეს Когда я сказал о том, что Давид в начале и Давид сегодня два разных человека, როდესაც მე დასაწყისში ვთქვი რომ დავითი მაშინ და ეხლა სხვადასხვა ადამიანია я хочу сказать, это не то, что я стал умнее кого-то или красивее или богаче. Нет. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცაზე უფრო გონიერი ვიღაცაზე უფრო მდიდარი გავხდი Если бы мне когда-то в начале, еще когда я не был женат, Бог сказал мое будущее, ღმერთს რომ ეთქვა ჩემი მომავლის შესახებ მაშინ სანამ დავქორწინდებოდი наверное, перед вами, если и стоял бы я, то точно был бы не женатым, это 100%. თქვენს წინაშე რომ მდგარიყავი ნამდვილად არ ვიქნებოდი დაქორწინებული Сегодня я благодарю Бога за эту ситуацию. და დღეს ღმერთს ამ სიტუაციისთვის მადლობას უხდი Благодаря этой ситуации я нашел свое призвание в жизни. ამ სიტუაციიდან მე გავხდი ის ვინც ვარ Благодаря этой ситуации Бог провел над моей семьей и во мне лично очень глубокую работу и проводит до сих пор. ამ სიტუაციის საშუალებით ღმერთმა ძალიან ბევრი რამ მოიმოქმედა ჩემს ოჯახში და ჩემს ცხოვრებაში Мы не понимаем. ჩვენ არ გვესმის Некоторые вещи нам больно до сих пор. ზოგიერთი რაღაცები დღემდე გვტკივა Но Бог нас благословляет, слава Богу. მაგრამ ღმერთი ჩვენ გვაკურთხებს Я рассказывал, когда мы переехали туда, еще 5 минут. და Да, вот это хочу как раз. Мы переехали, когда туда уже жить. როცა ჩვენ გადავედით საცხოვრებლად ბელორუსიაში Мы искали всевозможные ходы, чтобы как-то где-то его вывести куда-то за границу. ჩვენ ვცდილობდით ესე იგი გზა გამოგვეძებნა რომ საზღვარგარეთ გაგვეყვანა Единственное, что у нас там нарисовалась какая-то перспектива, это Израиль. და ესე იგი ერთადერთი პერსპექტივა რაღაცა გზა გამოჩნდა ისრაელში Там надо было около в районе где-то 18-20 тысяч долларов. და საჭირო იყო 18-20 $1000 Не считая перелета, проживания. И და так далее. ეს იმის გარდა რომ მგზავრობის ფული გარეშე И я тогда работал в кафе там на трассе. კაფეში მუშაობდი ტრასაზე Оно только открывалось, и Алена приехала мне помочь там. და ის კაფე ახალი გახსნილი იყო და ალონა И мы ჩამოვიდა одну ночь плохо დასახმარებლად поспали, там не было условий от слова совсем, столы ставили, в общем, было тяжело. Моклет, Я ძალიან сказал, ცუდი езжай домой. პირობები იყო ერთი ღამე იქ მაგიდებზე გვეძინა და მე უთხარი წადი სახში Максим в этот момент находится в больнице, мы делаем ему белорусскую инвалидность. და იმ დროს მაქსიმი საავადმყოფოში იყო და ბელორუსიაში ინვალიდობას უფორმებდით Потому что тогда лечение практически бесплатно. იმიტომ რომ მაშინ ესე იგი მკურნალობა იყო უფასო И я ее провожаю на трассе, останавливается машина. მე გავაცილე ტრასამდე გაჩერდა მანქანა Ехать где-то километров 90 до города. ქალაქამდე 90 კილომეტრი იყო И я говорю, когда ты приедешь, позвони мне, чтобы я не переживал. და ვეუბნები როდესაც чахვალ დამირეკე რო არ Ну, и она ვინერვიულო поехала. და ის გაემგზავრა Проходит там какое-то время, она звонит мне გავიდა დრო და ის მიერეკავს и говорит, Давид, не знаю, говорит, что-то Бог будет делать в нашей жизни. და მითხრა დავით არ ვიცი მაგრამ ღმერთი რაღაცას Я говорю, что გააკეთებს ჩვენ случилось? ცხოვრებაში რა მოხდა Сажусь в машину, играет, говорит, такая музыка, отъехали, играет музыка такая спокойная. და ჩავჯექი მანქანაშიო და რაღაც წყნარი მუსიკა უკრავდაო Я не знаю почему, говорит, там не Арвид было Пиратом. христианских слов, но... არ იყო იქ ქრისტიანული სიტყვები Я его მუსიკაში спросила, вы верующие? და ვკითხე თქვენ მორწმუნე ხართ Да. კიო А какой деноминации? Слова ж такие знаете. что? და რომელი დინომინაციის Ну, говорит, евангельский верующий. Она говорит, я тоже. სახარებისეულად მორწმუნე მეც Ну, а куда едешь? საით მიდიხარ
Вот к сыну в больнице лежит. А что с сыном? შვილთან საავადმყოფოში Ну რა вот делаем სჭირს? инвалидность. А почему? აი ინვალიდობა უნდა გავუკეთოთ И вот так რატომ? вот завязался разговор. А что надо, куда надо? და აი ასეთი лапараки შედგა და რა არის საჭირო Она ისთვის არის. сказала, надо ехать в Израиль, говорит, ищем Манухра. говорит, возможности, чтобы поехать. Сколько надо? ისრაელში უნდა წავიდეთ და რამდენია საჭირო? Ну, говорит, 18 тысяч, это 20 тысяч надо. 18-20,000 $. Он дает ей визитную карточку, говорит, пусть ваш Визитка муж по места. имейлу спишется со мной. და თქვენი მეუღლე Это დამიკავშირდეს. 12-й год, наверное, да, если я правильно помню. ეს იყო სადღაცას 2012 Там წელი. не было тогда этих мессенджеров всяких, только был имейл. Имейл и მარტო скайп. იმეილი იყო, რომ ასე მოგვეძებნა. И у меня завязалась с этим человеком переписка. Он сказал, в определенный момент я буду ехать назад. მასთან მიწერმოწერა მქონდა და მან თქვა გარკვეული დროის შემდეგ მე უკან Там, წამოვალ где я твою супругу подобрал, говорит, встреть меня там, да? და იქ სადაც შენი მეუღლე ჩაჯდა ჩემ მანქანაში იქ დამელოდე Мы в указанное время всей семьей были там. და მთელი ოჯახით იმ დანიშნულ დროს ვიყავით იქ. Он зашел на кухню, я быстренько შემოვიდა покрутился, приготовил სამზარეულში ему покушать. სასტრაფოდ რაღაცა მომზადე საჭმელი. Сели, покушали, დავჯექით пообщались. შევჭამეთ ურთიერთობა Он ქონდა. зашел ко мне в офис, я там жил уже в этом кафе. უკვე იმ კაფეში ცხოვრობდი, შემთან ოფისში შემოვიდა. Максим лежал, как раз приступ его ударил, он уснул. მაქსიმს ასე იგი იწვა ცოტა ხნის წინ შეტევა ქონდა. Подошел, погладил по голове, მივიდა помолился, თავზე сел ხელი рядом, გადაუსვა, ილოცა, დაჯდა. открывает барсетку, გახსნა საფულე вытаскивает, ложит на стол $20 000, две пачки. $20,000 ამოიღო Вытаскивает 5 тысяч России, 40 тысяч России, на тот момент это большие деньги. და 40,000 русული ფული იყო Чтобы вы ესაც понимали, они за ძველი эти 40 тысяч России полетели туда-обратно, и там жили еще месяц. და за ამ эти деньги. რუსული ფულის გადაფრინდით, გადმოფრინდით და იცხოვრეს კიდევაც И იქ. плюс дал банковскую карту, говорит, я не знаю, говорит, тут или 5, или 7 тысяч евро есть, говорит, вот код, в любой стране мира, говорит, где хотите, можете და снять. საბანკო ეს კარტა მისცა, რომ არ ვიცი 5 თუ 7 евро, И я сижу, 1000 знаете, евро как во არისო. сне вообще, не понимаю, что происходит. სიძმარში, თითქოს სიძმარში ვარ, არ Я ему говорю, მესმის слушай, არაფერი. может тебе какие-то чеки собирать или ვეუბნები, что-то. Ну, იქნება ან ქვითრები, ჩეკები მოგიტანო. знаете, как бывает, 2 рубля дадут, а на 30 отписываешь. და ხანდახან ესეც რაღაცნაირად ხდება ხოლმე, რომ შეიძლება 2 მანეთი მოგცეს ვიღაცამ და მე ხელი მოგაწერინოს, რომ ვითომ 30 მოგცა. Ребята, о чем вы думаете? Бог с вами, летите, лечите ребенка. და არაფერზე არ იფიქროთო, წადით და ბავშვი ესე იგი განკურნეთო. И вот она улетела туда через 2 недели. მეუღლე და მაქსიმი გადაფრინდნენ 2 კვირის მერე. Звонит мне оттуда. იქიდან მირეკავს. И говорит, Давид, нарушил руку, დავით სიმსივნე აღმოუჩინეს, делать операцию. ოპერაცია საჭირო. Одна операция стоит 54 тысячи. ისე ესე იგი $4,000 ღირს. Плюс О. 54 тысячи. $54,000 Плюс к этой ოპერაცია еще 18 дооперационное обследование. და კიდე ამას მიმატებული $18,000 ოპერაციამდე 300 евро каждый день в сутки реанимации после операции. და ყოველ დღე ესე იგი საავადმყოფოში ოპერაციის მერე $1,300. И я понимаю, что мы никуда не двигаемся, все просто встали и все. Никак. და მესმის რომ უკვე ვერსად ვეღარ წავალთ და გაჩერებულები ვართ. Человек оставил свои контактные данные, сказал, ამ ადამიანმა если კი დატოვა თავისი კონტაქტები, გითხრა და თუ არ გეყოფა დამირეკეთო. мы ему, я не позвонил, მე მას დაურეკე он сказал, пока нет, ну, Бог даст, что-то будет, не переживай. და მან მითხრა ჯერ არა მაქვსო, მაგრამ ნუ გეშინიათ ღმერთი მოგცემსო. Мы ему отдали эту карточку, мы фактически даже мы ее не трогали. ეს კარტა უკან დაუბრუნეთ, არ გვიხლია ხელი. Месяцев мы ждали. 9 თვე ველოდებოდით, Молились, не знаю, я вот еду на ლოცულობდით. აი მანქანით მივდივარ молюсь и слышу, Лоцулоб. Бог говорит, я открываю двери, я закрываю. და მესმის ღმერთის ხმა, მევხსნი კარებს და მევკეტავ კარებს. Месяцев проходит звонок на телефон. 9 თვის მერე ტელეფონზე ზარი Звонят с работы мне. სამსახურიდან მირეკავენ. Давид, пожалуйста, приезжай, если какая-то проблема возникает, приехали молодые люди, сколько тебя ищут. დავით რაღაცა პრობლემა გაჩნდა, ახალგაზრდები მოვიდნენ და სწრაფად გეძებენ. Думаю, ну кто его знает, придорожное кафе, оторопился кто-то еще тут. და მე კიდე შემეშინდა, რა ვიცი, მე გზის პირა კაფეა იქნებ ვინმე მოიწამლა. Этот человек стоит, сына своего. მივედი და ხედავ ეს ადამიანი თავის შვილთან ერთად გას. Подошел, обнялись, начали. შემოვიდა, გადამეხვია, დავიწყეთ საუბარი.
Он говорит, Давид, радуйся, говорит, 40 Веубнеба. 000 я еще нашел. გაიხარე დავით 40,000 კიდევ იშოვე. Я, говорит, чтобы с собой не возить эту сумму, ты мне даешь реквизиты клиники, я по 5 000 трансфером. და ესე იგი თან რო არ ватаრავთ ეს ფული მომეციო კლინიკის მისამართი და გადავრიცხავ ხოლმე 5,000-5,000-ო. идем к епископу всея Белоруссии на тот момент. იმ მომენტში ესე იგი ბელორუსიის მთელი ბელორუსის ეპისკოპოსთან მივედით. Рассказываем ему эту историю. ამ ისტორიას Такая უყვებით და ситуация. ვეუბნებით. Он говорит, если бы не вот эта ситуация, что ты говоришь, мы бы даже этот разговор с тобой не начинали. და მან თქვა რომ ეს სიტუაცია რომ არ ყოფილიყო ამ ლაპარაკს საერთოდ არ დავიწყებდით ჩვენთანო. Потому что это неподъемная сумма вообще, представьте. იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა იყო. Начали собирать. დაიწყეს ესე იგი შეგროვება. Уже пользуясь случаем, Виталик, большое спасибо и вашей церкви тоже здорово. და თქვენს ეკლესიასაც დიდი მადლობა წვლილისთვის ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, ბელორუსიიდან. Вся эта операция მთელი ეს ოპერაცია обошлась 100 000. 100,000 დაჯდა დოლარი. Вы знаете, я когда читал эту книгу, я один стих там нашел, где Бог говорит, что я допускаю раны, я же их не врачую. და ამ წიგნს რო ვკითხულობდი, არის ასეთი მუხლი, რომ მე ვუშვებ ჭრილობას და მე Мне ვკურნავ. надо было продавать квартиру, дом, машину, брать долг, кредит. Бог сам все закрыл. მე არ დამჭირდა სახლის მანქანის ყველაფრის გაყიდვა, ვალისაღება არ დამჭირდა, უფალმა ყველაფერი თვითონ Сделали операцию. დააფინანსა, გააკეთეს ოპერაცია. Проходит 3 месяца. გავიდა 3 თვე. Я работаю на работе уже в другом месте. უკვე სხვა ადგილას მუშაობდი. У меня внутри надо пост взять, попастить. და მქონდა ასეთი შინაგანად მარხვა უნდა ავიღო. და ფიქრობ, შინაგანად კიდე ასეთი ხმა რომ ყველაფერი კარგად არის და რა საჭიროა მარხვა. და უყურებ ტელეფონს და ჩამწყდა. Давид Кришку подряд. და მირეკავს დავით ისევ შეტევა აქვს. Господи, неужели все зря? და ჩუმა შინაგანი ყვირილი მაქვს. ღმერთო ეს ამაო იყო ეს ყველაფერი. ამდენი ხალხი, ამხელა ოპერაცია, ყველაფერი ამაოა. Знаете, что радостно? То было 20-25 приступов в день. და ერთი სიხარული იყო რომ დღეში 20 და უფრო მეტი შემოტევა ქონდა შეტევა და იმ 3-4 приступа сразу маленькие, и в месяц один раз. და თვეში ერთხელ ჰქონდა 3-4 სუბუქი ესე იგი შეტევა. Помимо этих 100 000, мы еще 3-4 года проездили в Израиль, покупали там лекарства. Это еще по 3-4 тысячи евро в год. და ამ ოპერაციის გარდა კიდე 3-4 წელი ისრაელში დავდიოდი და იქაც ხარჯავდით ფულს. Когда мы поняли, что спонсоров уже нет, уже мы не пили дальше. და როდესაც ჩვენ უკვე მიხვდით რომ აღარავით არის სპონსორი აღარ იყო და ვეღარ ვიქნებდით. Врача, который мне дал. ექიმის რეცეპტი მეჭირა ხელში. А знаете, аналог лекарств, который можно брать, который можно это заменить, который там покупают. და უკან იყო ასე იგი იმ წამლების ანალოგი რომლების ჩანაცვლებაც შეიძლებოდა. Я уже, знаете, мог уже понимать, какой лекарство. და ისე შევისწავლე ზეპირად ვიცოდი უკვე ეს წამლები მათი მოქმედება. Я четко понимаю, что вот я вижу это лекарство, которое есть в реестре Республики Беларусь, и инвалидам дается даром вообще это лекарство. და უცბად დავინახე რომ არის ასე იგი ჩამანაცვლებელი წამალი და უფასოდ Врачу и говорю, вот იძლევიან. это выпиши мне, одну пластину, пожалуйста. და მივდივარ ექიმთან და ვეუბნები აი ეს ერთი ის გამომიწერე Я куплю. ვიყიდი. Пошел, купил. წავედი ვიყიდე და ვაძლევდით ამ წამალს და შეწყდა ეს შეტევები. 8-й год на исходе, да, как мне пошел 8-й год. მერვე წელი იყო 8 წელი გავიდა და აღარ იყო შეტევა. Даже этот уже не выдержал. Слава Богу, друзья. დიდება ღმერთს. Сегодня он у нас пытается быть блогером. დღეს ის Я ცდილობს немножко რომ воюю с ბლოგერი ним, იყო. ему 23 года уже. ის უკვე 23 წლისაა, ცოტა მეშნია Мы еще проходим. და კიდევ გავდივართ. Я благодарю Бога за все. მაგრამ ყველაფრისთვის მადლობ ღმერთს, За то, что мы есть друг у друга. რომ ჩვენ ვყავართ ერთმანეთს, За то, что Бог учит нас друг через რომ друга. ღმერთი ერთმანეთის მეშვეობით За то, გვასწავლის, что Он есть наш Бог.
იმისათვის რომ ის არის ჩვენი ღმერთი. Как кто-то сказал, слава Богу за Бога, если бы не Бог, то не дай Бог, да? როგორც ერთმა თქვა, დიდება ღმერთს ღმერთის გამო, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, არაფერი არ Ამინ. იქნებოდა. Помолимся. კარგი. მადლობა. ვილოცოთ. Господь, благодарим Тебя за этот день. უფალო გმადლობთ ამ დღისთვის. Спасибо Тебе, что Ты есть наш Бог. მადლობა რომ ჩვენი ღმერთი ხარ. Спасибо Тебе за милость и любовь Твою. მადლობა შენი წყალობისთვის და Что Ты любишь სიყვარულისთვის. нас такими, какие мы есть, რომ Господь. ისეთები გიყვარო ართ ღმერთო Ты როგორებიც терпишь, ვართ. Ты несешь нас, и милость Твоя შენ есть над გვიწმენ და нами. შენი წყალობა არის ჩვენზე. В остатке этого дня молю, прошу Тебя, благослови нас. უფალო ამ დღის დანარჩენი საათების აკურთხე И пусть ღმერთო Твоя милость будет над და нами. შენი წყალობა იყოს А мы ჩვენზე. останемся Тебе благодарными, Бог великий. ჩვენ კი დავრჩებით შენი მადლიერები დიადო ღმერთო. Отец, Сын и Дух Святой. მამაო, ძეო, სულო, წმინდაო. Аминь. ამინ.